დღეს გადაცემაში განვიხილავთ სამშენებლო კომპანიების დღეგეთი დასაბეგრი ბაზის საკითხს, შემოსავლების სამსახურის მიერ ცვლილებების მიდგომებს და მათ მიერ საბაზრო ფასებზე დაბეგვრას და შესაბამის სამართლებრივ გამოწვევებსაც. ასევე გავეცნობით დღეს საქმეინდილეს ეთერში მოგების გადასახადის დეკლარაციაში საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის სავალდებულო მითითებების საკითხსაც. ცვლილებებს და სიახლეებს განვიხილავთ ჩვენს დღევანდელ სტუმართან ერთად საქმეინდილა სტუდიაში შემოვართ და დავით პაპიაშვილი, კრისტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორი. დილამშვიდობის. როგორ ხართ? მოგესალმებით. როგორ ხართ? კარგად, მადლობა. დავით, ორ ცვლილებაზე და სიახლეზე უნდა გავამახვილოთ დღეს ყურადღება. მოდით დავიწყოთ უძრავი ქონების სამშენებლო დეველოპერული კომპანიების მიმართულებით, რა სიახლეებიც და ცვლილებებიც არის, რას ცვლის შემოსავლების აი ეს ახალი მიდგომა კომპანიებისათვის და რატომ გახდა საჭირო ამ მიმართულებით ასეთი სახის ცვლილება? იცით საქმე იმაშია, რომ პირველ საკითხთან მიმართებაში ეს ცვლილება არ არის რეალურად, ანუ საუბარი არის შემოსავლების სამსახურის მიდგომაზე, რომ იმ პირობებში, როცა კანონი არ იცვლება, დაფიქსირდა რამოდენიმე შემთხვევა ჩვენი კლიენტები, ჩვენს მოგმართეს კლიენტებმა და ზოგადად ეს ამბავი გახმაურდა, რომ შემოსავლების სამსახურმა შეცვალა მიდგომების საგადასახადო შემოწმებების დროს სამშენებლო კომპანიების, დაუშვათ დეველოპერული კომპანია, ვინც ბინებს ყიდის, მათი დღეგეთი დასაბეგრო თანხასთან მიმართებაში. საქმე იმაშია, რომ ზოგადად ცნობილი ამბავია, რომ განსაკუთრებით უძრავი ქონების რეალიზაციის დროს ბინების რეალიზაცია რომ ავიღოთ, დღეგეთი დასაბეგრი თანხა ზოგადად ეს არის გარიგებაში, ანუ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა. თუ რა თქმა უნდა კანონის გამონაკლის შემთხვევებთან არ გვაქვს საქმე, ანუ თუ არ გვაქვს საქმე ურთიერთდამოკიდებულ პირზე, დაუშვათ რაღაც ბინის მიყიდვასთან, თუ არ გვაქვს საქმე რაღაცა გამოძიებით დადასტურებულ ფაქტთან, რომ ხელშეკრულებაში არარეალური ფასი, ანუ გადავშვათ ყალბი დოკუმენტი რომ დავარქვათ ამას, ხო? თუ რაღაცა გადამხდელს დაუშვათ ისე არ აქვს საქმე, რომ აღრიცხვა არ აქვს, ხო? დაუშვათ არაპირდაპირ მეთოდზე თუ არ ვსაუბრობ. ზოგადად გარიგებაში გაყიდული უძრავი ქონება უნდა დაიბეგროს გარიგებაში მითითებული ფასის მიხედვით. ანუ კანონში პირდაპირ და საბაზრო ფასის მიხედვით. ანუ საბაზრო ფასი ეს არის დაუშვათ ის ფასი, როგორი ფასიც არის ჩამოყალიბებული ბაზარზე, იმ უბანში ანალოგიური ბინების დაუშვათ გაყიდვა როგორ ხდება და გარიგების ფასი შეიძლება ზოგ შემთხვევაში დაბალი იყოს, შეიძლება ზოგ შემთხვევაში მაღალი იყოს. აი, პირველი საკითხი მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ არის ცვლილება და პრობლემაც ამაშია, რომ კანონის დონეზე არ იცვლება არაფერი და იცვლება მიდგომები, შემოსავლების სამსახურის მიდგომების დონეზე. აი, ეს მიდგომა, ბოდიში დავით გაწყვეტინოთ, თვითონ ეს მიდგომა საგადასახადო კოდექსს, ანუ რამდენად შეესაბამება და წინააღმდეგება, ამ შემთხვევაში თუ არის, მაშინ დავის საფუძველი და რა თქმა უნდა დავის საფუძველი არის და პირველ რიგში ანუ ამაზე მე ვსაუბრობ, იმიტომ რომ მათ შორის შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა მინისტროს ყურადღება მივიქციოთ და თუნდაც მათ მოუწოდოთ რომ გაერკვენ ამ საკითხში და აღარ გაგრძელდეს დაუშვათ კომპანიების დაჯარიმება, ისე როგორც რამდენიმეჯერ მოხდა. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევებს, რა დროსაც შეიძლება უძრავი ქონების რეალიზაცია დაიბეგროს საბაზრო ფასით. ეს არის ურთიერთდამოკიდებული პირები, დაუშვათ შეპესე მის დამფუძნებელს რომ იყიდოს უძრავი ქონება. ეს არის გამოძიებით დადგენილი ფაქტი, როცა გარიგებაში მითითებული ფასი არის არარეალური და ფაქტიურად ყალბ დოკუმენტთან გვაქვს საქმე. ეს შეიძლება იყოს შემთხვევა, როცა კომპანიას აღრიცხვა არ აქვს, თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც კი შემოსავლების სამსახურისვე მიდგომებითაც დოკუმენტალურად დადასტურებულ რეალიზაციაზე, როგორც წესი, საბაზრო ფასის გამოყენება არ ხდება. თუ ურთიერთდამოკიდებულ და ესეთ გამონაკლის შემთხვევებთან არ გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ანუ აი ამ ნაწილში მე ვხედავ ძალიან დიდ პრობლემას და ეს პრობლემა უნდა გაირკვეს, ვინაიდან ეს არაპროგნოზირებად ხდის თუნდაც ბიზნეს გარემოს და შემოსავლების სამსახურის ქცევას, ანუ სამომავლოდ, ესე იგი, როცა ბიზნესმა არ იცის, როდის მიედავება მას შემოსავლების სამსახური. ამ შემთხვევაში თქვენგან რამდენად შეგვიძლია რომ საქმეინდილეს ეთერიდან რჩევითი სახით სამშენებლო კომპანიებს მივცეთ
როგორ უნდა დაიცვან მათ აი ამ საგადასახადო რისკებისგან თავი? დიახ, რა თქმა უნდა, ესე იგი პირველ რიგში რა თქმა უნდა მინიმალური კითხვები ხდება, როცა საბაზრო ფასთან შედარებით ნაკლები გადახრა გვაქვს და ძალიან ახლოს არის რეალიზებული ქონება საბაზრო ფასთან. მაგრამ თუ ეს არის დაუშვათ საბაზრო ფასთან შედარებით იაფად გაყიდვა და ეს მართლაც ამ ფასად მოხდა უძრავი ქონების გაყიდვა, კომპანიებმა უნდა გააკეთონ აქცენტები კანონმდებლობის იმ ნორმებზე, რომელიც მათ უფლებებს იცავს ამ შემთხვევაში, ანუ მათი უფლებების დაცვის საშუალებას იძლევა. ეს არის დაუშვათ მე-18 მუხლი, სადაც არის ხაზგასმა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე უნდა მოხდეს საბაზრო ფასის გავრცელება და ეს არის კანონმდებლობის სხვადასხვა მუხლები. ანუ თუ სამშენებლო კომპანიებს მიედავა შემოსავლების სამსახური ამ ნაწილში, ანუ მათ ურჩევთ, რომ ანუ ამ მიმართულებით დაიცვან თავი, ან სათანადო კვალიფიციური კონსულტანტი დაიქირავონ. კიდე ერთი პრობლემა რაც არის ის, რომ ის საბაზრო ფასი, ისი გავრცელებაც მოხდა რამოდენიმე შემთხვევაში ჩვენც მოგმართეს კომპანიებმა, ანუ ეს საბაზრო ფასი საიდან არის მოტანილი, ესეც არავინ არ იცის, ხო? ანუ საბაზრო ფასი უნდა იყოს მაშინ ექსპერტული გზით დადგენილი, რაღაცა სამხარაულის ბიუროს ან კერძო შემფასებლის მიერ დადგენილი და ჩვენ რასთანაც გვაქვს შეხება, ანუ ეს რაღაცა ისეთ საბესტილება რჩება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორები ერთმანეთს უზიარებენ რაღაც საბაზრო ფასს, რომ დიდი დიღომის ბინა რა ფასად უნდა დაიბეგროს და საბურთალო რა ფასად. ეს დაუშვებელია უბრალოდ, რომ ჯერ საბაზრო ფასის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს იმ შემთხვევაში, რასთანაც ჩვენ გვაქვს საქმე, აი რა დავაში ჩვენ ვართ ჩართულები და მეორე რომ ეს საბაზრო ფასიც გაუგებარია, საიდან არის დადგენილი. მადლობა. დავით, აუცილებლად მინდა მოვასწროთ ეთერში მათ შორის მოგების გადასახადის მხრივ იმ სიახლეზე, რომელიც გულისხმობს დეკლარაციაში საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების აი ამ მითითებასთან დაკავშირებით რა სიახლეც არის, ამ შემთხვევაში რა იცვლება და რა ახალი ვალდებულება ჩნდება? დიახ, ეს წინა საკითხისგან განსხვავებით ნამდვილად საკანონმდებლო ცვლილება და აქ მიდგომების ცვლილებასთან არ გვაქვს საქმე. საქმე არის რა ნაწილში. ზოგადად უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან მიმართებაში ბიზნესს ჰქონდა ვალდებულება, რომ ყველა ესეთი გარიგება რომ საბაზრო ფასით განხორციელდა, ამის სათანადო დასკვნის სახით დადასტურება მოეხდინა. ორი სიტყვით რო ვთქვათ, რა არის საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაცია? ეს არის ქართული კომპანიის დაუშვათ საწარმო შეპესეს მიერ დადებული გარიგება არარეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ პირთან, ანუ დაუშვათ ქართული კომპანია და მისი დამფუძნებელი 100%-იანი მოწილე, 50%-ზე მეტი მოწილე, დაუშვათ გერმანული კომპანია. ან ქართულ კომპანიასა და ოფშორულ კომპანიას შორის დადებული გარიგება. აი ესეთ ქართულ კომპანიას და არარეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ საწარმოს ან ქართულ კომპანიას და ოფშორულ საწარმოს შორის დადებული ნებისმიერი გარიგება ზოგადად ითვლებოდა კონტროლირებულ გარიგებად და კომპანიებს ჰქონდათ ვალდებულება აქამდეც, რომ ყველა ესეთი გარიგება, რომ საბაზრო ფასზე ძვირად არ მომხდარა, დაუშვათ საქონლის ან მომსახურების შეძენა და საბაზრო ფასზე იაფად არ მომხდარა, გაყიდვა ეს დაგვედასტურებინა სათანადო დასკვნის სახით. ამ მიზნით ქირაობენ ხოლმე ჩვენი კომპანიაც არის ამით დაკავებული. შესაბამის პროფესიონალებს და ვამზადებთ ხოლმე კონტროლირებული ოპერაციის შესაბამის დოკუმენტაციას, ხო? ეს შეიძლება იყოს აღებული სესხი დედა კომპანიისგან, ან გაცემული სესხი დედა კომპანიაზე, ან მიღებული მომსახურება, გაწეული მომსახურება, შეძენილი საქონელი და გაყიდული საქონელი, ხო? რა იცვლება ამ ნაწილში? ზოგადად ამის დადასტურების ვალდებულება მანამდეც იყო, როგორც უკვე ვთქვი, თუმცა ყოველი წლის მარტისთვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დადგინდა ახალი ვალდებულება, რომ ბიზნესმა სათითაოდ ყველა ესეთი კონტროლირებული ოპერაცია დაუშვათ აიღოს სესხი დედა კომპანიისგან, გასცა სესხი დედა კომპანიაზე, იყიდა საქონელი, გაყიდა საქონელი, მიიღო მომსახურება, გაწევა მომსახურება. ყველა ესეთი მომსახურება იწერება სათითაოდ დეკლარაციაში, ანუ მიეთითება კომპანიის დასახელება, თანხა, დაუშვათ ნაშთი დებიტორულ-კრედიტორული და სხვათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის არის, რომ სათითაოდ ყველა ნაწილში მიეთითება მაქვს თუ არა დოკუმენტაცია, ანუ იქ უნდა მიუთითო, მაქვს დოკუმენტაცია თუ არა მაქვს, ხო? რას ცვლის ეს? ანუ შინაარსობრივად ახალს არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მანამდეც იყო ეს ვალდებულება, მაგრამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ის იცვლება, რომ
ბიზნესი ხდება უფრო მეტად ანგარიშვალდებული შემოსავლების სამსახურის მიმართ და ბიზნესი ფაქტიურად ხდება ვალდებული მიუთითოს აქვს თუ არა მას ეს დოკუმენტაცია თუ ის მიუთითებს რომ დაუშვათ მაგ დოკუმენტაცია და დიდთანხიანი ოპერაცია იქნება მას ეთყვიანო აი დაუშვათ წარმოადგინე თუ ეს მიუთითებს ბიზნესი რომ არა აქვს მას ეს დოკუმენტაცია მის მიმართ ინტერესი გაიზრდება რომ დაუშვათ ასეთ შემთხვევაში ზოგადად შემოსავლების სამსახური თხოვს გადამხდელებს დოკუმენტაციას და ბიზნესმა 30 დღის ვადაში უნდა წარადგინოს ეს და ხშირად ეს ვადა არის არასაკმარისი. ანუ შედეგი არის ის რომ ფაქტიურად ბიზნესი იძულებული ხდება თუ მათ აქვს გარიგება, მას აქვს არეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ კომპანიასთან ან ოფშორულ კომპანიასთან, ანუ ფაქტიურად თადარიგი კიდევ უფრო მეტად დაიჭიროს, თორე ეს მანამდეც ესე იყო პრინციპში, მაგრამ ეს საკითხი კიდევ უფრო მეტად გამწვავდა, რომ ანუ თუ მოთხოვენ დოკუმენტაციას, მან დროულად წარადგინოს. სხვა შემთხვევაში შემოსავლების სამსახური თვითონ დაადგენს გარიგების საბაზრო დიაპაზონს და თუ ვერ მოხვდით ესე რომ ვთქვათ ამ დიაპაზონში მოხდება ძალიან ხისტად დაჯარიმება. დავით, მადლობა. საინტერესო ახსნისთვის და განმარტებებისთვის. დავით პაპიაშვილი, კრესტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორი იყო საქმენი დილას ეთერში და